წყალქვეშა სამყაროები მამა აბსოლუტის გზავნილი 2 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და ყველოშილებო. დღეს ჩვენ დავიწყებთ გზავნილების ახალ სერიას, რომელსაც დავარქმევთ პარალელურ სამყაროებს. ბევრი თქვენგანისათვის ის შეიძლება აღმოჩნდეს მოულოდნელი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ახლა თქვენი ცნობიერება უკვე მზადაა ამ ინფორმაციის მისაღებად. აი რის შესახებ მიდის საუბარი. ბევრმა თქვენგანმა ისწავლა ადამიანების და ნატიფი დონის მაცხოვრებლების, ნათელი ძალებისა თუ ასტრალური არსებების ენერგიების გარჩევა. თუმცა რეალურად არსებობს ბევრი სხვა სამყარო, რომლითაგანაც ურთიერთქმედება ჯერ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ახლა კი მე თანდათანობით გაცნობთ ამ სამყაროებს, რათა, როდესაც მე ხვდე განზომილებაში მოხვდებით, იყოთ მათ წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზად, რომლებიც ზოგჯერ ძალიან განსხვავდებიან თქვენგან. დაწყება მე მსურს წყალქვეშა სამეფოზე მოყოლით, რომელიც მალე წარსდება თქვენს წინაშე სხვა სახით. საქმე ისაა, რომ ჯერ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ და ისწავლოთ მხოლოდ ის წყალქვეშა სამეფოები, რომლებიც თქვენს მსგავს ვიბრაციულ სიხშირეზე არის. ამ ნაკლის წარმოადგენენ მხოლოდ დელფინები და ვეშაპები, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად სამ განზომილებაში ყოფნა, მესამეში, მეოთხესა და მეხუთეში. ამ გასაოცარმა და თავგანწირულმა არსებებმა აირჩიეს ასეთი უნიკალური გზა იმისათვის, რომ ესწავლებინათ ადამიანებისათვის უპირობო სიყვარული, თუმცა სამწუხაროდ კაცობრიობამ არ უპასუხა მათ ორმხრივი სიყვარულით და დღემდე აგრძელებს მათ განადგურებას დაუნდობელი სახით. ადამიანთა ცნობიერების გამოღვიძების ბოლო მცდელობა არის მათი ხმელეთზე მასობრივი გამორიყვა. ისინი ნებაყოფლობით ტოვებენ თავიანთ ცხოველებს, რათა ადამიანებმა გააცნობიერონ თავიანთი არაადამიანური მოპყრობა მდინარეების, ტბების, ზღვებისა და ოკეანეების მიმართ, რაც მათ მაცხოვრებლებზეც ვრცელდება. ვინაიდან, რადგანაც დაინახეს სხვა წყალქვეშა სამეფოს მაცხოვრებლებმა თავიანთი მოძმეების სამწუხარო ხვედრი, ისინი არ ჩქარობენ ადამიანებთან კომუნიკაციაზე გამოსვლას. თუმცა, როდესაც დედამიწა გადავა ახალ ენერგეტიკულ სივრცეში, ეს სამყარო თქვენს წინაშე გამოჩნდება, რადგანაც თქვენი ვიბრაციები მსგავსი იქნება. თქვენ დაინახავთ არა მხოლოდ თქვენთვის უჩვეულო არსებებს, არამედ მთელ ქალაქებს, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ. ჯერჯერობით ისინი დაფარულია თქვენგან უხილავი ფარდით, თუმცა რადგანაც ისინი თქვენს პარალელურ სივრცეში ცხოვრობენ, მათ ჩვენივრად შეუძლიათ ადამიანის დანახვა, რადგანაც მათთვის ეს ფარდა გამჭვირვალეა. ის წარმოადგენს ნატიფ ტიხარს, რომელიც შედგება მეოთხე განზომილების ენერგიებისგან და რომელიც შექმნილია იმგვარად, რომ მეხუთე განზომილების არსებებმა შეძლონ დანახვა თუ რა ხდება მესამეში, თუმცა მესამე განზომილების მაცხოვრებლებისთვის ისინი უხილავები რჩებიან. ასეთი უთანასწორობა საკმაოდ გამართლებულია, რადგანაც თქვენი პლანეტის უმეტესი მაცხოვრებელი ჯერ კიდევ არ არის მზად ასეთი ეგზოტიკურ ქმნილებებთან შეხვედრისთვის და დიდი ალბათობით ისინი გამოიწვევენ შიშს ან აგრესიას. საქმე ისაა, რომ წყალქვეშა სამეფოების მაცხოვრებელთა სხეულები, რომლებიც უფრო მაღალ განზომილებაში იმყოფებიან, არის ჟელესმაგვარი და გამჭვირვალე. გარეგნულად ისინი გვანან მედუზებს, თუმცა ჰუმანოიდური სახისები არიან. როდესაც თქვენი ცნობიერება გარდაიქმნება მეხუთე განზომილების დონეზე, ხოლო თქვენში უპირატესობას აიღებს უპირობო სიყვარულის ენერგიები, თქვენ აქვთ ხმელეთზე და წყალში მცხოვრებ ყველა არსებას მხოლოდ ვიბრაციულ დონეზე. ამიტომაც მათი გარეგნობა არ იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი, თქვენ დაინახავთ და იგრძნოთ მათ როგორც სულიერ ახლობელ არსებებს, რომლებიც თქვენ მსგავს ვიბრაციულ დონეზე არიან. ამაზე გავჩერდებით დღეს. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომლად უყვარხართ, საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართან, თარგმნა წაიგეთ გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაცია, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენს სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.